მოგესალმებით, ამ ვიდეოში გასწავლით თუ როგორ შეიძლება აუკრძალოთ Play Store-დან ისეთი თამაშების და აპლიკაციების გადმოწერა, რომელიც არ გვინდა რომ გადმოიწეროს. ნუ ეს შეიძლება იყოს ჩვენი შვილისთვის, ჩვენი მეგობრისთვის და ასე შემდეგ. ჩვენ შეგვიძლია მაგალითად Play Store-დან აუკრძალოთ ისეთი თამაშები და აპლიკაციები, რომელსაც შევზღუდავთ. აი მაგალითად შემიძლია ისე ვქნა რომ PUBG ვეღარ გადმოვიწერო ჩემს ტელეფონში ან ვეღარ გადმოიწერო ჩემი ტელეფონის სარგებლობის შემთხვევაში და დავაყენებ ისეთ ფუნქციას ამ ტელეფონზე რომ ვეღარ მოახერხონ PUBG-ის და სხვა ისეთი თამაშების და აპლიკაციების გადმოწერა რომელსაც აუკრძალავ. კარგი, შევიდეთ Play Store-ში პირველ რიგში ვაჭერთ ჩვენი Gmail-ის ლოგოს მარჯვენა ზედაკუთხეში და შემდეგ ვირჩევთ პარამეტრების ხილაკს, აქ არის პარამეტრები. აქ არის ზოგადი, ქსელის პარამეტრები, ასევე შეწყდის დადასტურება, ოჯახი და შესახებ. ჩვენ უნდა ჩამოვსკროლოთ ოჯახი და ავირჩევთ მშობელთა კონტროლი. ავირჩევთ მშობელთა კონტროლს, შემდეგ მშობელთა კონტროლის გააქტიურებას დავაჭერთ. აქ შევიყვანთ PIN კოდს, რომელიც არის 4 ნიშნა. თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ მაგალითად 1-2-3-4 ან 4 ნიშნა ნებისმიერი კოდი. არ შეგიძლიათ 5-6 ნიშნა კოდის დაყენება. მოდი ავირჩევ ამ შემთხვევაში ესეთ კოდს 2222, ანუ 4-2-იანი, ვაჭერ კარგის. შემდეგ ისე უნდა დავადასტურო 4-2-იანი, ვაჭერთ ისევ კარგის, რის შედეგადაც უკვე გააქტიურდება მშობელთა კონტროლი. შემდეგ ვირჩევთ აპები და თამაშები. აი ესე და აქ უკვე ავირჩევთ სასურველ შეზღუდვას. აქ არის შეფასებული 18 ან ყველას დაშვება შეუფასებლის ჩართულით. ანუ აქ ბოლო ფუნქცია არის ავტომატურად მონიშნული, რომელიც გვაძლევს საშუალებას ყველანაირი აპლიკაცია და თამაში გადმოიწეროთ, რაც Play Store-ში არის. ამ შემთხვევაში მე ავირჩევ პირველს, ანუ 3+, ვაჭერ შენახვას. რის შედეგადაც უკვე ამ შემთხვევაში Play Store-ში როცა შევალ და მაგალითად ჩავწერ PUBG-ს, ეს თამაში აღარ გამომიჩნდება, ან თუ გამომიჩნდება, მას ვეღარ გადმოვიწერ კოდის შეყვანის გარეშე. აი ნახეთ, საერთოდ აღარ ჩანს ის თამაშები, რომელიც აკრძალულია ამ კონკრეტულ მინიჭებულ ფუნქციაზე. აკრძალვაზე. მე თუ მინდა მაგალითად ისევ გავთიშო, შევდივარ ოჯახში, მშობელთა კონტროლი და მინდა გავთიშო, უნდა შევიყვანო ის PIN კოდი, რომ მოახერხო ამ PUBG-ის ან სხვა თამაშების და აპლიკაციების გადმოწერა. ამ შემთხვევაში ვერ ვიწერ ნახეთ, რადგან კოდი არ ვიცი მაგალითად, შევიყვან ისევ კოდს, ვაჭერ კარგის, რის შედეგადაც უკვე გავთიშავ მას. მაგრამ შემიძლია ისევ შევიდე, ავირჩიო ისევ კოდი, რადგან ისევ იმ ფუნქციაზე დავაყენო და ისევ შემიძლია ავირჩიო ყველას დაშვება. გასაგებია და ვაჭერ შენახვას. ამ შემთხვევაში უკვე შევძლებთ ნებისმიერი თამაშების და აპლიკაციების გადმოწერას, რაც მანამდე იყო, ან როგორც იყო სტანდარტულად დაყენებული, ანალოგიურად მოხდება ნებისმიერი თამაში და აპლიკაციის გადმოწერა. აი ესე. მოკლედ შეგიძლიათ თქვენ ეს დააყენოთ სასურველ ტელეფონში. ნუ ამ შემთხვევაში მე გაჩვენეთ შესაძლებლობას როგორ ხდება ეს ყველაფერი. აპები და თამაშები, შეიყვანთ PIN კოდს და გაირჩევთ სასურველ პარამეტრებს და დააჭერთ შენახვას. მოკლედ, სულ ეს იყო მეგობრებო, ვიდეო ამით დასრულებულია. აუცილებლად გამოიწერეთ აი ეს არხი, დააჭირეთ გამოწერას, ასევე გააქტიურეთ ზარის ხილაკი, დააყენეთ ყველაზე და თქვენ აღარ გამოგრჩებათ ახალი და საინტერესო ვიდეო გაკვეთილები.